ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში ბუენოს-აირესში ბოლო მატჩი ჩაატარა. მესი მატჩამდე გახურების დროს თრემლები ვერ შეიკავა. არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის მე-17 ტურის მატჩი ვენესუელას უმასპინძლა და მეტოქედ ამაჯერებლად 3-0 დაამარცხა. 38 წლის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა შეხვედრაში დუბლი შეასრულა. მსოფლიო ფეხბურთის სუპერვარსკვლავი, რომელსაც 8 ოქროს ბურთი აქვს მოგებული, 2026 წლის ჩემპიონატის შემდეგ ეროვნულ ნაკრებში აღარ ითამაშებს. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ევრობასკეტის პლეი-ოფში გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ბოლო შეხვედრა ბოსნია და ჰერცეგოვინას წინააღმდეგ წააგო, ჯგუფის ბოლო მატჩში ესპანეთი საბერძნეთთან დამარცხდა და შედეგად ეროვნულმა ნაკრებმა პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. საქართველოს მერვედფინალურ შეხვედრას 7 სექტემბერს საფრანგეთის წინააღმდეგ რიგაში გამართავს. ბრაზილიელმა ბიზნესმენმა ნეიმარს მემკვიდრეობით $1 მილიარდი დაუტოვა. ბიზნესმენი, რომელიც პორტო ალეგრედან არის, ანდერსში წერს, რომ მას არ ჰყავს ახლონათესავები და ქონების დატოვება მისთვის ძვირფასი ადამიანისთვის სურდა. ბიზნესმენი ანონიმურად დარჩენას ამჯობინებს. მისი თქმით, ნეიმარის ურთიერთობა მამასთან მის ურთიერთობას აგონებდა და რაც მთავარია, დარწმუნებულია, რომ ფეხბურთელი მატერიალისტი არ არის, რაც თანამედროვე საზოგადოებაში იშვიათობაა. 2026 წლის გაზაფხულზე ვეტერანი ლეგენდარული მებრძოლები 59 წლის მაიკ ტაისონი და 46 წლის ფლოიდ მეიუეზერი ბრძოლას გამართავენ. ინფორმაცია თავად რკინის მაიკმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. მაიკ ტაისონის კარიერაში 58 ოფიციალური ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 50 მოიგო. მეიუეზერმა კი პროფესიონალურ რიგზე 50 ჯერ იბრძოლა და ყველა მათგანი მოიგო.